კაია ფისტას. აურა კაი რაღაც ჩანს. აურა გემრიელი რაღაც ჩანს. მეგასიძე. ამას ვერზე ვიტენეტარი ჩაასო. ეცადე. როგორ არის გამოსული? ისმის? ვი ფიქრე კარგი. წავედი ზღვაზე. მარიტას დაბადების დღეზე. Let's go. ჩამოვედი ზღვაზე. კი, ვაიმე, რა გაწიწილი ვარ. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენ აუ, ძალიან გაწიწილი ვარ. ეს კაი. დღეს მარიტას დაბადების დღეა და მოკლედ ამდენი სულ გვინდოდა ხოლმე რომ ზღვაზე ყოფილიყავით მარიტას დაბადების დღეს და აი დადგა ეს წელიც მოვიდა. 16 წელი გახდა მარიტა და ჩამოვედით. ტადამ! ზღვაზე! ძალიან მაგარია. აი ესეთი ხედი გვაქვს მეგობრებო და არ ვიცი ისე გვიხარია რომ ვერ აღწერ. თან კარგი ამინდი დაგვემთხვა. იმედი არ გაწვიმდება, არა და ეს დღეები სულ წვიმდა. ხო და აი ესეთი ამბები მეგობრებო დღეს მარიტა გზაში ცოტა გახდა, მაგრამ ეხლა როგორც კი ზღვა დაინახა, ეგრევე მოვიდა ხასიათი. მოკლედ, არ ვიცი, დავგეგმოთ ეხლა დღევანდელ დღეს რას ვიზავთ. ბაკონი არის? ბოჟე, მოი. აუ რა მაგარია. მოკლედ ჩამოვედით შეკვეთილში. აი ესეთი გადასარევი მზე. ნატალი ძალიან ლამაზი, მაგრამ არ მაღებინებს ვინ. მეგობრებო, ზღვაზე ვართ. აი ზღვა. შეკვეთილში, ულამაზეს პლაჟზე. ნატალი უკვე შევიდა და თან ვერ ვისრენებ, ყოველ წამს თვალებით ვეძებ. კიდე კაი, ესეთი ძალიან ისეთი ფერის ცაცურა კოსტიუმია, ცვია ნარინჯის ფერი და პირდაპირ ეგრევე ანათებს ხოლმე წყალში, ამიტომ ესე მშვიდად ვარ, ესე მოვედი პირველი გამოსვლა ზღვაზე. აი ესე დაიწყო ჩვენი ვოიაჟი ზღვაზე. ესე ჩვენი იუბილარი მარიტა. ეს დაბადების დღე და ჩემი ოცნება ახდა 17 ივლისს ზღვაზე ვარ. სულ მინდა ხოლმე რომ მამის დაბადების დღეზე ზღვაზე ვიყოთ და აი დღეს მოვახერხეთ ეგ ამბავი. ეხლა გადავიღოთ სურათებს და მერე შევალ წყალში. ელაშამ ხოლ გამოგვიტანა. დამცავი კრემის ყიდვა. ვეღარ მოვასწარი, მეგონა არ იქნებოდა, მაგრამ ჯერ ვინახეთ აქ სამწუხაროდ, ამიტომ ხოლგა და მისი ჯანი მარიტა ხოლგის ქვეშ დავსვი, არ მინდა რომ დაიწვას. მარიტა და ლაშა. მე და ნატალი იმდენად არ ვიწვევით ხოლმე. ასე რომ სიმინდი ზღვაზე. ბრუნდებით. ცოტა ხანი ვიყავით. მივიღეთ რუჯი. ვიცურავეთ. და ახლა მივდივართ. წყალს გადავივლებთ, გავიბრანჭებით და წავალთ საღამოს მარიტას დაბადების დღეზე. აბა წავედით. გუშტები და მარიტა. დერა ლამაზი. იჩი წავედი. წავედით კაფეში. კვეთილი. სადღაც აქ იყო ეს კაფე. და აი აქ არის ის ბუშტები და ისინი. ცელა. ბუშტები კი არა, კრუგები. ება ბუშტებიც კი იყო. სანთლები. აი ნიკორა. მოკლედ საოცარი გარემო. ძალიან გემრიელი უნდა გასცემო. ძალიან გემრიელია. მე არ მარაკუიას წვენი. ზღვის ხო. საოცარი ატმოსფერო. მარიტა. საოცარი დაბადების დღე.
აი მე კაფრინდა. იუბილარი მარიტა. მოგესალმება ზღვიდან. ესეთი ყველას მოგესალმებით. და კაია? ძალიან. აი დაბადების დღეა? აი კარგი პრინდეს. ამინდი იცვლება. ძალიან კაი ჭონია გასული. რა ლამაზია ჭარულია. რა სუფრა, მოკლედ. მაგდა. აული. დავაი აჭარულები ახლა. აი. დასხე. ლაშა მე მგონი დაიწვა. კეპივით წითელი ხარ. ვერ გუძინო. ხრებზე და სახეზე ხარ წითელი. გემრიელია? სამშიერი როცა ხარ, ძალიან გემრიელი. ხოდა მიიღე. ეს ჩემი დილა დაიწყო. ესეთი ლამაზი ხედებით. ეს ძალიან კარგი წყარია, როგორც ჩანს. ამით კარგია. მოგესალმებით ყველას. არ ვიცი ისმის თუ არა ჩემი ხმა, ძალიან ჩუმად ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ჩემებს ძინავთ ჯერ. ხოდა ჩემი დილა დაიწყო ესეთ საოცარ გარემოში, საოცარ ხმებში, ზღვის ხმებში. გიჟდები როგორ მიყვარს ეს ხმა. მე თვითონ ცოტა შემეცვალა მე მგონი ხმა, იმიტომ რომ არ ვიცი რატო თითქოს ვცივდები. მაგრამ იმედია რომ არ გავცივდები საბოლოოდ. მოკლედ როგორც ნახეთ, გუშინ ჩამოვედით მარიტას დაბადების დღეზე. მისი სურვილი იყო ძალიან უნდოდა ზღვაზე ყოფილიყო თავის დაბადების დღეზე. ზოგადად ყოველ წელს გვინდა ხოლმე, ვფიქრობთ ხოლმე, მაგრამ ხან რა გვიშლის ხელს, ხან რა და ეხლა ისე დაიმთხვა რომ მოკლედ წყალტუბოში ვიყავით ამ დრომდე და ამიტომ გადავწყვიტეთ ბარემ ზღვაზეც წავსულიყავით. ხოდა არ გვინანია. იმიტომ რომ ძალიან კარგი სიტუაცია არის, შეკვეთილში ვართ, ალბათ ვთქვი უკვე. ამინდიც ძალიან კარგი დაგვემთხვა. საოცარი. გუშინ მზიანი ამინდი იყო, თან ღრუბელიც, მაგრამ უფრო მეტად მზე. საღამოს ცოტა შეიცვალა ამინდი, როდესაც კაფეში ვიყავით. ესე იგი ჩამოვედით, წავედით მერე პლაჟზე და მერე ცოტა დავისვენეთ, გამოვიბრანჭეთ და წავედით უკვე კაფეში. და საოცარი სილამაზე იყო, თუ არ ვცდები, მირაჟი ქვია იმ კაფეს და რაღაც ფოტოები, ბევრი ფოტოები გადავღე მარიტას, ძალიან უნდოდა. ხოდა ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი, აჭარული მივირთვით, ქათმის მწვადი, ფრი და ცეზარი. ჩვენი აქაური სტანდარტული მენიუ, რომელიც ყველაზე ძალიან გვიყვარს. ტორტი გუშინ ჩააქრო მარიტამ, გუშინ წინ უფრო სწორად 17-ში ღამე, ბებოსთან და პაპუსთან ერთად და მე კიდე გველოდება თბილისშიც ტორტის რიტუალები. როდესაც თავის დეიდაშვილები მოუვლენ სტუმრად. ხოდა ეხლა რაღაცნაირად ესე რელაქსურად გავატარეთ
მარიტას დაბადების დღე ზღვამ ძალიან დაღლა იცის, ესე მოვითენთეთ რაღაცნაირად. ხო და ეხაც ესე ვარ მოთენთილი ცოტა და თან ბედნიერი. ძალიან მიხარია რომ მოვახერხეთ მართალია ცოტა ხნით, 2 დღით ჩამოვირბინეთ, მაგრამ მაინც ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთი დღეც რო გაატარო ზღვაზე უკვე ჩემთვის პირადად თითქოს მთელი წელი მყოფნის ეგ ენერგია ზღვის. თან შეკვეთილი ძალიან მიყვარს, შარშან არ ყოფილვართ აქ, შარშან ქობლეთში ვიყავით და მომენატრა უკვე აქაურობა. მიყვარს ის, რომ აქ შეგიძლია ძალიან შორს შეხვიდე და მაინც წყალი არ ღრმავდება. თუმცა ისეც არ არის, რომ სულ მუხლებამდე იყოს როგორც ურეკში. და რა ვიცი, აბა მომწონს ძალიან აქაურობა, აქ ორი სიმშვიდე, ძალიან ბევრი ხალხიც არ არის. შეიძლება ითქვას ცოტა ხალხია, მით უმეტეს ივლისში. და ხო, ჩემი ოცნება იყო, რომ ერთხელ ივლისში წავსულიყავი, შუა ივლისში, იმიტომ რომ სულ აგვისტოში მივდივართ ხოლმე და სულ მგონია ხოლმე, რომ ივლისში უფრო ცხელა და უფრო კარგია ზღვაზე. და აი, ჩემი ოცნება წახდა. მარიტა ძალიან ბედნიერი იყო. თან ტელეფონი იყიდა, ძალიან კარგი. შეაგროვა ფული. და მოკლედ ძალიან მაგარი ტელეფონი იყიდა დაბადების დღისთვის, Samsung-ის. ხო და ულამაზეს ფოტოებს იღებს. და გუშინ მოკლედ ამბობდა, რომ ძალიან ბედნიერი, მე მგონი უბედნიერესი დაბადების დღე არის, ესე თქვა. და მეც ძალიან ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა, ამით. გუშინ წარმოიდგინეთ, ნატალიმაც კი გადამაღებინა ფოტოები. გამიხარდა, ანუ იმდენად მოეწონა სიტუაცია, რომ მეც გადამიღეო და ისეთი საყვარელი ფოტოები გადავუღე დებს, რომ აი არ ვიცი. არა დამდენი ხანი საერთოდ არ მაღებინებდა ხოლმე, სულ ესე მიფარავდა ხოლმე, როგორც კი მხედავდა კამერით. ხო და ეხლა გადამაღებინა, მაგრამ არ ვიცი რამდენად დამადებინებს. თუ დამადებინებს, დავდებ Instagram-ზე. მე მგონი მარიამმა დამიწერა, რომ მოგვენატრაო ნატალიცო და ხშირად მიწერთ ხოლმე ისედაც. ნატალიც გვაჩვენეო, მაგრამ ჩემზე არ არის სამწუხაროდ დამოკიდებული, მხოლოდ მე კი დიდი სიამოვნებით გაჩვენებ და ძალიან მინდა ხოლმე რომ გადავუღო, მაგრამ არ უნდა თვითონ, აი სულ როგორც კი მხედავს, ესე მიკეთებს და არ უნდა, ამიტომ მის უნებართოდ ვერ გადავუღებ, მაგრამ ვეცდები რომ დავარწმუნო, რომ ცოტა პატარა კადრი მაინც პატარა კადრით მაინც მოხდეს ჩემს ვლოგში. თან ახლა ისე საყვარლად არის, თმები შეიჭრა, კარე, ესეთი კარე შემაჭრევინა, წყალტუბოში რო ვიყავით. ყველა წინააღმდეგი ვიყავით, იმიტომ რომ ისეთი ულამაზესი თმები აქვს. აი ადრე კლონი რო გადიოდა, თუ გახსოვთ სერიალი, იქ რო ჰადე იყო, მაგას ვადარებ, მაგის თმებს რა, ისეთი ლამაზი დახვეული თმები აქვს რაღაცნაირი და გრძელი თმა ქონდა თან და ისე უხდებოდა, რომ რა ვიცი, მაგრამ არ ვიცი, ესე მოინდომა, რომ შევიჭრიო თმასო და მოკლედ თავისი მეც გაიტანა, დამარწმუნა და შევაჭარი კარე და აი ისე მოუხდა, რომ არ ვიცი, ფიქრობდი, რატო აქამდე არ შეიჭრა. თქო, თან ეგრევე ძალიან დაეხვია, არ ვიცი როგორ ხდება ეგ, მაგრამ თითქოს გრძელი ისეთი დახვეული არ ქონდა, როგორც კარეზე რო შეიჭრა. თითქოს სპეციალურად იყენებს თმას სალონში, ის ლამაზად უდგება. თან ისეთი დახვეული, მე თუ დავდებ ფოტოებს ნახავთ. ძალიან უხდება. და გაიზარდა ნატალი კაც. ხო და მოკლედ ძალიან საყვარელი ფოტოები გადავუღე. ეხლა მოკლედ მოკლედ თმიანი არის ნატალი. ну, ხად მოკლე არა, მაგრამ კარე აქვს. და
ძალიან უხდება. მე რო უყურებ, ხანდახან ვფიქრობ მეც ხო არ შევიჭრა, თქო, მაგრამ მე ეგრე არ მიდგება თმა. მე მაინც შედარებით უფრო სწორი თმა მაქვს და რაღაცნაირად დაყენება მაინც ჭირდება ხოლმე ჩემ თმას. და მაგის თმას არ ჭირდება, ისედაც სილამაზად აქვს დახვეული, რომ და ეს ჩოლკაც ესეთი ხუჭუჭა და კულულა ჩოლკები აქვს. კულულა თმა აქვს თურმე. არ და ბავშვობაში არ ქონდა ეგრე ძალიან. ბავშვობაში თითქოს ესე ჩემნაირი სწორი თმა ქონდა და ეხლა არ ვიცი, რანაირად მოხდა ესე რომ ესეთი კულულები გაუხდა. არ ვიცი. არა და ეგ ჩემი ოცნება იყო ბავშვობის, მე ვოცნებობდი ყოველთვის ესეთ დახვეულ თმაზე. და სულ ვიხვევდი ხოლმე, როდესაც მე მივდიოდი. მე დავანებითოვი. და როგორც იქნა მივიღე ჩემი სწორი თმები. იხადა სავარცხნი მოგონთ. გოგოებო იმედია რომ გესმით ჩემი ხმა. არ მინდა რომ გავაღვიძო. ჯერ ძალიან ადრეა, 8 საათია. ხადა ესეთი ამბები, დღეს ერთი დღეც გვაქვს. ეს დღე არის ძალიან ისეთი თავისუფალი. გუშინ მაინც ისე ვიყავით, დაბადების დღე იყო. გვინდა და მოგვესწრაფა ტოების გადაღება, თან ლამაზი კაბა ვიყიდეთ. ეს კაბა რო აცვია მარიტას, იქ არის ქუთაისში ნაყიდი კაბა. ხოდა იმ დღეს მოკლედ ეგ ვიყიდეთ დაბადების დღისთვის. და მე მგონი რომ ლამაზად აგურჩევია, იმიტომ რომ ძალიან ისეთი პრინცესული და ლამაზი არის, რაც თორია თვითონ მოსწონს. ხოდა ესეთი ამბები გოგონებო. ნახოთ დღეს მზე გამოვა თუ ღრუბელი იქნება. მე ორივე ვარიანტი მაწყობს. პირიქით ღრუბელიც კი მირჩევნია, იმიტომ რომ არ მინდა რომ ვინმე დაიწვას ჩვენიდან, ამიტომ მე კი არ დავიწვევი. იშვიათად ხანდახან ხრები მეწვება ხოლმე, მაგრამ იშვიათად ვიწვევი და იმ მარიტადან ლაშა ხშირად იწვევიან ხოლმე და არ მინდა რომ დაიწვან, ამიტომ მირჩევნია ღრუბელი იყოს. მარტო წვიმა არ მინდა. წვიმა იმედია რომ დღეს არ იქნება. მოკლედ გამიგეწელდა სიტყვა. ამ ვლოგს ოღონდ დავდებ ცოტა მოგვიანებით. რო ჩავალ უკვე ავტობუსში, მერე დაგიდებთ ზღვის ვლოგს. ხო ვიღაცამ დამწერა მარიტას ეთყობა ზღვაზე უნდა წასვლაო და იმიტომ ხატავსო ზღვებსო. მართლა ძალიან ხშირად მისი ნახატები ზღვასთან არის დაკავშირებული, ძალიან უყვარს და იძახის კიდეც სულ რომ მე მარინისტი ვარო. მარინისტი არის ვინც სულ ზღვას ხატავს, ზღვის პეიზაჟებს და აი მე მგონი აუხდა მარიტას თავის ნახატები. ეხლა ცოტა ხანი მინდა რომ დავდო რაღაც თორები. ცოტა ხანი ტელეფონში ვიქნები, მერე კიდე ალბათ წავალთ პლაჟზე. რო გაიღვიძებენ. აი ესეთი წყნარი ზღვა არის დღეს, მეგობრებო.